მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ როგორი იქნება 2026 წელი თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ვნახოთ აბა როგორი იქნება 2026 წელი თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის. წელიწადის 2026 წლის წამყვანი არკანი თევზების ნიშნისთვის. ფინანსები როგორ განვითარდება და პირადი სასიყვარულო ურთიერთობების განვითარება თევზებისთვის. წამყვანი არკანი გახლავთ პენტაკლების რაინდი. ძვირფასო თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო, თქვენთვის 2026 წელი იქნება ახსოვსე ახალი ექსპერიმენტებით ფინანსებთან დაკავშირებით. აქ აუცილებლად იქნება ფინანსური ზრდა, ფინანსური ტრანსფორმაციები ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის ეს იქნება რაღაც ასე თუ ისე მსუბუქი, როგორიც არის უბრალოდ დაწინაურება ან ხელფასის გაუმჯობესება ან ზოგადად მეტი ფინანსური ენერგია, რომელიც მოდის თქვენკენ, ხომ? მაგრამ ასევე პენტაკლების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ თავადაც იქნებით როგორც უფრო მეტად შრომის მოყვარე, ასევე თქვენ შეძლებთ, რომ მეტი ფინანსური ენერგია მიიღოთ საკუთარი რეალობისგან, საკუთარი გარკვეული სიტუაციებისგან. პლუს პენტაკლების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ იგრძნობთ 2026 წელს მეტ დაცულობას ადამიანებისგან, კონკრეტული არც სასიამოვნო სიტუაციებისგან. ახლა კი ვნახოთ ფინანსების კუთხით რა გელოდებათ პენტაკლების 4-იანი. არ მიყვირს მეტი სტაბილურობა და მეტი ფინანსური სიმყარე გელოდებათ თევზის ნიშნის წარმომადგენლებო, მაგრამ რჩევისა და რეკომენდაციის კუთხით გეტყოდით იმას, რომ კარგი იქნება თუ თქვენ რაღაც გარკვეულ თანხას მაინც გადადებთ ხოლმე. დავუშვათ ხელფასი თუ გაქვთ სიტყვაზე ვთქვათ, არ ვიცი, 800 ლარი, ხო? დავუშვათ. მესმის თლად დიდი თანხა ის ნამდვილად არ არის თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამ 800 ლარიდან თუნდაც, არ ვიცი, 1000 ან 20 ლარი რომ გადადოთ ხოლმე, ძალიან დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ფინანსურ ენერგიებზე, ასევე თქვენს რეალობაზე. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, არკანი ქურუმი კაცი, ძალიან ბევრი რაღაც, ბევრად უფრო ცხადი გახდება თქვენთვის თევზის ნიშნებო. პლუს ამასთან ერთად გირჩევდით მაქსიმალურად, რომ მოусმინოთ თქვენს ინტუიციას. აქ ასევე ვხედავ იმასაც, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი სავსებით შეიძლება დაოჯახდეს. დავამატოთ არკანები კიდევ ზოგადად რა ელოდება თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს. ნახოთ აბა ჰარმონიის პოვნა საკუთარ თავთან, საკუთარ რეალობასთან, რაღაც ახალი ინტერესები, ახალი კომუნიკაციები და ფორტუნას ბორბალი. თევზებო, თქვენთვის ეს იქნება საკმაოდ ისეთი წელიწადი, იღბლიანი წელიწადი, როდესაც იღბალი ასე თუ ისე საკმაოდ თქვენს მხარეს არის, როდესაც ძალიან ბევრ რაღაცაში, რაშიც აქამდე არ გიმართლებდათ, გაგიმართლებთ. და ნახეთ საკუთარ თავთან რაღაც ჰარმონიის პოვნა, ახალი ინტერესები, ახალი ჰობიები მოდის თქვენკენ. იცით, ხშირ შემთხვევაში თევზებს უჭირთ ხოლმე მადლიერების გამოხატვა სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ თევზები ცოტა პესიმისტური ნიშნები არიან ხოლმე, რა თქმა უნდა არის დამოკიდებული ადამიანზედაც და სიტუაციაზედაც, მაგრამ აი ხშირად უჭირთ მადლიერების გამოხატვა წვრილმანების მიმართ, იმიტომ რომ უფრო მეტად ისეთი ნიშნები არიან, რომლებიც უფრო ნეგატიურს ხედავენ რაღაცეებში, ხვდებით ხომ? ანუ უფრო პესიმისტური ნიშნები გახლავთ და თქვენთვის აქ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მეტი მადლიერება გამოიჩინეთ სამყაროს მიმართ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. წარმატებული ბედნიერი 2026 წელი და ნახვამდის.